შემდეგ უკვე პარლამენტის წევრობისთვის იბრძვით ჩვენს მშობლიურ რაიონ მარტვილში. როგორ ტარდება მარტვილში საარჩევნო კამპანია იმ დროს და რითი განსხვავდება ის თანამედროვე კამპანიისგან? დიდად განსხვავდება. მაშინ არ იყო იქ ადამიანები გულით და სულით აძლევდნენ იმას, ვისაც ისინი თვლიდნენ. მე მას მხედველობაში აი 99 მარტვილი მას მხედველობაში. შეიძლება სხვა რაიონებში ხა ბონისი აიღო და ისა იქ ცოტა სხვა გარემოება იყო და იქ აბსოლუტურად იყო გულწრფელი. ის ხალხი იყო გულწრფელი. როდესაც მე ერთი წლის შემდეგ კვლავ ვიყარე კენჭი და გავიმარჯვე დიდი ანგარიშით, ესე იგი მე დამხვდა 1000-ობით კაცი, ალბათ 6000 კაცი იყო მარტვილის ცენტრში წვიმდიან დღეს. თქვენ მაშინ რომელი პარტიიდან იყრით კენჭს მარტვილში? ლეიბორისტული პარტიიდან თუ დამოუკიდებელი კანდიდატი ხართ? მე ლეიბორისტული პარტიის წევრი ვიყავი, მაგრამ იქ როგორც ლეიბორისტული პარტიის წარდგინებით არ ყოფილვარ, მე ვიყავი როგორც ინდივიდუალური ფიზიკური პირი. ლეიბორისტულ პარტიასთან თქვენი კავშირი როგორ იწყება? რა მოგხიბლათ ბატონ შალვაში, ასე რომ ლეიბორისტული პარტია აირჩიეთ? ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ეს მოხდა, ისინი ჩემთან გამოვიდნენ, იქ ბევრს ვიცნობდი მე, იმიტომ რომ მეც დაჩაგრული ვიყავი და ისინი თვლიდნენ თავიანთ თავს დაჩაგრული. აი ჩვენი ის დაემთხვა ერთმანეთს. ლეიბორისტულ პარტიაში. ლეიბორისტულ პარტიაში. ამის შემდეგ მე ვიყავი იქ საორგანიზაციო მდივანი, რაღაცა წვლილი მიმიწვის, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ მაშინ ქალაქის არჩევნებში მოიგო. მანამდე თქვენ 99 წელს იყარეთ კენჭი, მაგრამ დეპუტატი 1 წლის განმავლობაში ვერ გახდით. ეს რა მოხდა მაშინ? მე მაშინ ბავშვი ვიყავი, მახსოვს რომ რაღაც პრობლემა მოხდა. არა, პრობლემა არაფერი უცნაური არ იყო. 99-ში, როდესაც მე გავიმარჯვე მაჟორიტარულად იქ, გააუქმეს ეს შედეგები. 99-ში? არგუმენტი რა იყო? არ ქონდა არგუმენტი. რომ დაირღო დარღვევა იყო რაღაცა და CSK-მ გამოიტანა ისა, რომ ანულირება მომხდარიყო ამ იმის. და მარტვილს არ ყავდა მაჟორიტარი, მაგრამ არ ყავდა მაჟორიტარი და 15 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო თავიდან არჩევნები და თბილისიდან ბიულეტენები არ ჩამოვიდა. ნუ ეს გაგრძელება იყო იმისი, სადაც მე 1000 ხმით მოვიგე და გააუქმეს ეს. ეს გააუქმა ჟვანია და სააკაშვილის იმითი. იმათ მაგრამ შევარდაძეს არ დაურეკეთ? არ უთხარით რომ ჩაგრავენ ბატონ ედუარდ? არ დამირეკია.